ყველას მოკითხვა, ბედნიერება, განწყობა, რათავარია უფალი იყოს ჩვენთან. ნახეთ რა ამინჩი მოხდეთ, რო იტყვიან დამთავრდა ჩვენი სეირნობა და რუსულ სიტყვას ვიტყვი გულაობა. ესე კაი ამინდებში ვიყავით არა იქ 20-25 დაგცვა კიდევაც კი ვიწუწუნე, ვიბუზგუნე, მეთქი ამ სიცხეში რა მინდა მეთქი, მაგრამ გულახდიათ კითხრათ იქჯობდა, ისევ იქჯობდა მეტრიანა, ვიდრე აქეთკენ წამოსულიყავ. ნუ აქედან რატო ვიძახი წამოსულიყავ, ნახეთ უკვე ამინდები იცვლება, რაღაც უკვე ტემპერატურა 12-10-ია, წვიმიანი ამინდია და ვიცი რომ ახლა ჩვენ ნიუ-ჯერსისკენ ვიდივარ, იქ გამოცხადებულია -10, -8, -9 ესეთი ტემპერატურა და რომ იტყვიან რაღაცნაირად უკვე ბუქსაო, ანუ განწყობა რო ახსენე ეს სიტყვა და წინა ვიდეოში ვილაპარაკეთ განწყობის შესახებ. აი აქ უკვე უნდა ჩაერთოს ჩემი ემოციური ფონი. ემოციური ფონი რა თქმა უნდა რომ არის რომ ის ჯობდა უკან ყოფილიყავი იმ სიცხეში და სიტყვაში და სიწყარეში ვიდრე ამ სიცივეში და ასე თქვა ცუდამიჩი. მაგრამ ეხლა განვაწყოთ ჩვენი თავი, განვაწყოთ, დავქოქოთ და მოვემზადოთ. ალაბამაში ვიყოფილი და ხუთი კაი გზა ახome და აგრამ დაანგრია ეს გზები. ჩაკაჩუკი გაზდის მანქანას. ჩვენი ჯორჯი უძლებს ამას, მაგრამ აი არ სიამოვნებს. რასიზა მოცემულობაა და მოცემულობას უნდა დავამკვიდროთ. პირველი დავალება ასე თქვა, პირველი ამოცანა რომ ადამიანმა შეინარჩუნოს სიმშვიდე და ასეთი პატარა ის ცუდი გზა არის, ცუდი ამინდია, ის არის, ეს არის 1000 ვარიანტებია, ყველაფერს უნდა ვიყოს და წინა ვიდეოში გახსოვთ ხო ჩვენ განწყობაზე ვისაუბრეთ და იქ დახმის ეს აი ისეთი ცუდი გზა არის უკვე პაღ ლაპარაკის საშუალებას არ მაძლევს, მაგრამ აი ამ ჩვენ მაინც უნდა დავძლიოთ და რო იტყვიან გაუმკლავდეთ ამ ცუდ სიტუაციას. კარგით მეგობრებო, ეხლა ისეთ გვამიდა, ეხლა ცოტა ისეთი ამინდია, ბევრი რაღაცა სანახავი არ არის და რამდენიმე კითხვას მინდა გავცე პასუხი, რომელიც მომივიდა და ჩვენ როგორ ვილაპარაკეთ მაშინ რომ კითხვებსაც და განწყობასაც, ანუ გასმულ კითხვებსაც და იმ ურთიერთობასაც, ასაც ქვია ასე მიწერ-მოწერა, ესეც ურთიერთობა ძალიან დიდი მნიშვნელობა განწყობის შესაქმნელად. მართალია ეხლა გზა ადრესია, მაგრამ ჩვენ მაინც ჩვენ სტილში გამოვიდეთ მდგომარეობიდან. და უპირველეს ყოვლისა არ დავიზარებ, მეგობრებო, არ დავიზარებ, მოგეხსენება ტრაილერი წყური, როდესაც ხარ მარტო დადიხარ, მარტო უკრავდები იმ გარკვეულ სიტუაციას და მოცემულობას, რასაც გზაზე ხვდები. თავისთავად ეხლა ან მეგობარ დაურეკავ, ან მეუღლეს, ან ათესავს და უზიარებ შენ ფიქრებს იმ მოცემულ სიტუაციაში რაღაც გადასაჭრელ პრობლემას და რაღაცნაირად გეშვება ეს. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც არ უნდა შეაწყვეტონ ის თავისი მეუღლე ან მეგობარი და არიან ჩაკეტილები, კაი გაგებით ვიზახი და წნარად მომიწვიან თავის თავში და თავისი იმ ჩაკეტილი სისტემით წვითავს იმ მიმდინარე პრობლემას. და მე რომ მკითხო, ეხლა ზოგი იტყვის რომ ეს კაი მეთოდია, მაგრამ მე რომ მკითხო ალბათ არ არის კაი მეთოდი, მაინც ის ჩაგუბებული ფიქრები და მიმდინარე პროცესები რაც შენ თავში მიდის და იმ მომენტში ხო რაღაცას ფიქრობ, თუ გაუზიარებ შენ ახლობელს მეგობარს და უფრო ის დაგროვილი რაღაც პრობლემები ხო, ის რაღაცა იფანტება და მე უფრო ადვილად იტან. არის ხოლმე ზოგჯერ მომენტები, რომ თქვა ჩვენ ვახასიათებს ამ წყაროს, რომელსაც მე
სურათყოფით ამის დედა ეს დედა და ხუხტები და რასაც ვამბობ ხარ ორმოში ჩახტე ახნახე რა ბა შენი დედა შენი და რაღაც მომენტებში გამოდის ეს ემოცია ექიმები და ფსიქოლოგები ამბობენ ჯობია გამოვიდეს ეს ემოცია და დაიცალო ვიდრე შენ გულში კონდე ჩაკუბებული და იქ მიდიოდეს პროცესები არ ვიცი ამაზე შეიძლება ბევრი ლაპარაკი ალბათ მე მაგაზეც ვილაპარაკებთ მაგრამ მე მაინც იმას ვიძახი მე კი არა უფალი ქონება შიმშვიდი და შენი და მოიყვეს შენი რათა მათია სასუფეველი მომული იმიტომ რომ რაც არ უნდა ჭაკაჯუქში ვიყოთ რაც არ უნდა დაკადუქში ვიყოთ სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ დაკადუქს ამას ყველაფერს ვიძახი ცხოვრებაშიც ურთიერთობაშიც ამ გზაზეც და მუშაობაშიც და ნუ ყველაფერში თავარია შევინარჩუნოთ სიმშვიდე და როგორ ვამბობთ თავარია არ ავარდეთ ამოხეთქო მაგრამ არა უკვე ტყუილი ლაპარაკი გამოვა მე ერთს ვამბობ და საქციელში სხვანაირად მოიქცე ესეც არ არის ამას ჩვენ მივისწრაფით დახვეწილებისაკენ და თავარია შედეგისაკენ შედეგი ემოციების გამოხეთქვა და ეს ცუდი სიტყვების და ამის ხეთქვა უფრო ანგრევს ნერვულ სისტემას ამიტომ ისევ სიმშვიდე და შვიდად გადავლახოთ ვინანაირი დაკოლებები თუ ბედურები გონია გამოსწორდა გზა და აქ უკვე გავაგზავნოთ ჩვენი საუბარი ისე თქმა მინდა და ისი გაზიარება გაზიარები კითხვების სახით რომელიც ჩვენ მაყურებლიდან მოდის ცუდია თუ კარგია ერთადერთ ჩვენ ყოველთვის ვამბობთ არ პასუხობთ იმ კითხვებს, სადაც არის ვიციტყვაობა და გინება, თორემ უცნაურ კითხვებს და თავისებურ კითხვებს მაგას ყველას პასუხობთ. იმიტომ რომ სამყარო მრავალფეროვანია, კიდევ უცნაური, კიდე ცნაური, ყველაფერს ჩვენი ეს რეალობაა და ჩვენ ამ რეალობაში და მოცემულობაში ვცხოვრობთ. აქედან გამომდინარე არ უნდა იყოს ჩვენთვის ეს უცნაური და რაღაცნაირად მიუღებელი, ამიტომ პასუხს გავცემთ და შეძლებს დაგვარად ავითვისებთ იმ უცნაურ სიტუაციას, უკვე მე რამდენჯერ თქვი ეს სიტყვა სამჯერ გაურკვეველ სიტუაციას. ყველაფრის ვზათავთ. აი ასეთი კითხვა მომივიდა უცნაური თუ არ ვიცი, ნუ ეს უკვე თქვენში აფასეთ, მაგრამ მე რა თქმა უნდა ამას ვპასუხებ. როგორც კრიმინალმა ადამიანმა და როგორც რეციდივისტმა შეგვიფასეთ ავალიანის მკვლელების, მშობლების პოზიცია. დარწმუნებული ვარ, მშობლების მხარეს იქნება. აი მეგობრებო, როგორ გინდა ეხლა უპასუხო ამ კითხვას? ძალიან გული მწყდება, რა თქმა უნდა, პირველ სკოლისა ის პატარა ბიჭი რომ მასწავლებელი ავალიანზეა საუბარი. აქ თემაზეა საუბარი, მაგრამ მოდი ჩვენ სანამ აქამდე მივარ, მე ჩემს ვიტყვი. მოდი ჩემს მიმართ ეხლა რა კითხვა ეხლა ეს ხო? როგორც კრიმინალმა და როგორც რეციდივისტმა რა. აი როგორ იმიწერე, იცი კრიმინალი და ხა კრიმინალი მე პირადად შეურაცხყოფილად ვღებულობ ამას მაგრამ ამ კითხვის დამსმენს რა უნდა ამით ხაზი გაუშვას არ ვიცი ახლა მე რეციდივისტი ხარ ნუ რეციდივისტი არის ადამიანი მეგობრებო რომელიც ეს უცბად ეს კითხვა პასუხს უცბად გავუძე რეციდივისტი არის რომელიც სამჯერ არის ნაჯდომი ციხეში მე ორჯერ ვარ ნაჯდომი და აქედან გამომდინარე ეს ჩემს მიმართ სული არ არის მაგრამ აი ნამდვილად კრიმინალად რომ თulis აი ეს უკვე მაგრამ წინს და ნუ ალბათ არ ვიცი არ
მაგრამ თუ ეს ადამიანი ასე მიხურებს და კითხვას მისვევს, ესე იგი მიხურებს და თუ მიხურებს და ჩემი ბუნება და აზროვნება ვერ გაიგო, ასე ურაფრიად მითხრა მეგაბული. შეგახსენებთ ახლა მე რა უნდა შეგახსენოთ ეს იცით ხო ეს მასალებელი ბიჭი ეს დედა როგორ ნერვიულობდა რაც უნებას ისეთ რაღაცებს გებულობთ ახლა რაც მოხდა შეგახსენებთ ხო ეს გოგო მოსწავლეებო ამ მასალებლის რაღაცას ამეცადინებდა და იმან ბიჭმა მერე დაიბარა თუ რაღაცა უთხრა გოგოს რომ მოდი მეტი გაკვეთილები გავიაროთ რაღაც საკანზე ამზადებდა რა ვიცი ამ გოგოს რა მოუბრინდა თავში როგორ მოვიდა რაღაცა შეყარებული ყოლია მივიდა იმ შეყარებას უთხრა რომ აი ჩემი მასალებელი მე მეფლირთავება და იმ შეყარებულმა მოიყვანა 3-4 ბიჭი თუ რაღაცა და ჩაში ეს ახალგაზრდა პედაგოგი მასალებელი ბიჭი მოკლეს ძალიან მძიმე თემაა ხო ეხლა მთელი საქართველო მაგ თემაზე ლაპარაკობს ვიცი სასამართლო პროცესები მიდის და ლაპარაკია ბანდა თუ რაღაცა მერე დედა გამოვიდა და ეს ახალგაზრდა ბიჭები ჯგუფი რომელიც ეს პედაგოგი მოსწრებს მოკლეს სხვაგანაც დადიან და ასე რაღაცებს აკეთებენ ეს სხვა თემაა მაგრამ საინტერესო კი არა სასიცოცხლოა მე რო ვკითხო და ამ კითხვებმაც რა მკითხა რომ მე მგიცით რომ ახალგაზრდა ბიჭების ამ ბანდა ვთქვა ბანდის მშობლები გამოდიან და ყველანაირად იცავენ თავიანთ შვილებს რომ არ დაისაჯნონ რაღაცა არა დაისაჯნონ რაღაცა ჩალიჩობენ და ესეთი განცხადებებით გამოდიან ტელევიზორში მეც უსმენ და ვიждები მეთქი ეს ხალხი ვერ არის თავის ბატონზე ფაქტია რომ მე მგონია რომ ეს შობლები და ეს ამის არა მარტო ხარს უჭერენ ახლა რომ უყურებ ხოლმე ამ კომენტარებს და Facebook-ის იმეებში ვიждები ერთი მშობელი გამოვიდა და თქვა რომ ესო რა მოხდაო ყოფით ნიადაგზე მოხდაო კონფლიქტიო და იცავს ერთი გამოვიდა ესო სვანაერი იყო და ნუ წარმოიდგინეთ მშობლები იცავენ რა თქმა უნდა ახლა მშობლისთვის კლელი შვილია თუ ის შვილია თუ გასწრაფოდ ეს დანაშაულია მაგრამ კი ვერძე უნდა ედგე შენ შვილს მაგრამ რომ მოკლავ და მკვლელობა ჩაიდენ ამის გამართლებას იწყებ გაჩერდი დაუდექი იმ შვილს იწავა ციხეში მოული არ მოული ვერზე დაუდექი მაგრამ გამოდიხა და ამას ამართლებ და აპრავებ არ ვიცი მართლა ვერ გებულობ ამას ეს არის აი გადაგვარების რაღაც აი უმაღლესი დონე არ ვიცი სასწაულია ეხლა უცბად აი ყველა ხო იცით ახლა რაღაცა რომ მოხდება ხოლმე წარმოვიდგენთ ხოლმე თავის თავზე და მეც ახლა აი ჩემმა შვილმა რომ ჩაიდინოს კვლელობა მართალია არ არის მართალი და რაღაც საშიშროება მქონდეს რომ დიდი ხანი ციხეში ჩასვლა რა თქმა უნდა მე კი არ დავიწყებ ჩემი შვილის გამართლებას რაღაცა მაგ გვერდზე დაუდგებ ის რომ ჩემი შვილია და მიყვარს მაგრამ ხმას არ ამოვიღებ იმიტომ რომ მან ისეთი რაღაცა ჩაიდინა ნები თუ ნებიოთ ადამიანი მოკლა და რა ვიცი რა თქმა უნდა რომელ მშობელს უნდა რომ შვილი იყოს დამნაშავე და მაგრამ გასაგებია ეს უნდა აღიარო მაგრამ გამართლება და ის არა ქრისტიანულია რა ქრისტიანულია დაუდექი ახლა თუ წაიყვანენ ციხეში ბალანგას მიიტანო საჭმეს მიიტანო გვერდზე დაუდექი სულიერად და ფიზიკურად მაგრამ აი ესე გამოდიხა და ყველანაირად დაიცვა ეს არის მე ვარ არ ვიცი რა ლოგიკაში აღждდება მაგრამ მოიცით სატანურია და პირიქით უფრო ცუდ საქმეს აკეთებ და ახლა მკითხე რომ მაგას მეკითხება რა პასუხი უნდა უპასუხო რატომ მეკითხება ასეთ კითხვას და რატომ უნდა მომეწონოს მე იმ ახალგაზრდა ბიჭების ანუ ბანდის აქციები რომ ახალგაზრდა მასწავლებელი მოკლეს და ის ყველანაირად შევეცადო რომ გავამართლო ურაზიად გითხრათ ისე კი მეწყინა ასეთი კითხვა რომ
მე რომ მკითხო და რომ იყო მოსამართლე ან სამართალ აი ეს ცარი მიცეხება მე იმ გოგოს დავიჭერდი რა კი ის მოხდა ეფლიტავებოდა არ ეფლიტავებოდა გასაგებია და შენი შეყვარებული სად მოყავს რომ ეს დასაჯო ან აი ის და არ ვიცი ეხლა ისიც ხო გაუბედურა ის ადამიანი მასწავლებელი ხო მოკვდა და ესენიც გაუბედურა არ შეუძლია კაი თქვა ის მასწავლებელი როგორც მაგათქვა ეფლიტავებოდა აღარ მიხვიდე და всё დამთავრდა ან ისეთი შტერი უნდა იყო რომ მაგას ვერ twinავდე რა მოყვება და რას მოყვება არ ვიცი ეხლა ეს გოგო შტერია ჭკვიანია ბოროტია ატარეულია სპეციალურად გააკეთა ესა არასპეციალურად გააკეთა სულელია გაუმართლებელია ფაქტია რომ გოგოა ეხლა გოგო ხარ ლამაზი ხარ ის რო ხარ რა თქმა უნდა ეხლა ზოგი მეც გეტყვი ზოგი იმას გეტყვი ზოგი ამას გეტყვი მაგრამ თუ არ მოგწონდა რაღაცა წადი და ნუ არ მიდიხარ სასწავლებლად არ ვიცი ეს იმის მიმანიშნებელი ეხლა ეს კითხემაც რა მკითხავ აი კომენტარებში მშობლები იცავენ და შენ ვის დაუწე ვის დაიცავო შენი აზრი გვაინტერესებსა და უბრალოდ ის ფაქტია რომ აი მშობლები ხო იმ ბიჭების ვინც ეს ჩაიდინეს აი ესე გაწამაწიათით რომ იცავენ თავს ესეც ამათ საზოგადოების არ მინდა ასე უხეშად თქვა დეგრადირებული ფენაა ეს სიტუაცია რას მაგონებს იცი მეგობრებო რომ აი ეს რო არის ზურაბყიფში ჯერო თამაშობ აქვია ფილმი როცა აყავდა გუში გახსოვთ ეს ზურაბყიფში ჯერო რუზეზე კლასელები რომ მიდიან და ვერცე ლექსო ერქვა და რომ გადაყირავდება და ეს ლექსო დაიხუპება და ეს ზურაბყიფში ჯე იყო ამისი იყო ძალიან დიდი კომბინატორი იყო დოდო აბაშიძე რო თამაშობს მაგროს რუზე ლექსო იჯდა და ეს ზურაბყიფში ის გმირი გვერდზე იჯდა ხო და ამის გაკეთდა აი და მე ეს კაცი ცდილობს იმიტომ რომ ის მაინც მყარია უგახსოვთ საუბრისელისო ელაპარაკება ბებიაზე და გაგიჟდა ნუ ჯერ აკაცმა როგორ უნდა იკადროს მაგრამ ნუ ცდილობს რომ უნდა რომ თავის შვილი ციხეში არ წავიდეს და მომავალი გააკეთოს და იმ ყდავს მაინც არ უშველიო და აი ასეთი მენტალიტეტი რო აქვს და მე გახსოვთ ხო ის მე კლასელები რო ცუდად ეთქობიან და დაიძაბება სიტუაცია და მე ზურაბყიფში თვითონ ჩაბარდება იმას მაგრამ ეხლა ეს დეგრადაციას საზოგადოებას ვერ ვითხრა ეთქობა ასეთი დეგრადირებული ხალხი ადრეც იყო ეხლაც არის და სამწუხაროდ ალბათ სამყაროში ბევრი არის მაგრამ ცუდია რომ ჩვენ გარემოში ჩვენ სამშობლოში და ჩვენ მოცემულობაში ხდება ეს ეხლა ჩავფიქთი და უნდა თქვა თუ არა თქვა მაინც ვიტყვი ეხლა მე უყურებ ამ იმ საინფორმაციო წყაროებს და ერთი რაღაც არ მესიამ რა თქმა უნდა ძალიან დიდი ტკივილია როცა შვილი გიქნება დედა ხარ ერთი შვილი ყავს კაი შვილი ყავს მასალებელი ყავს რაღაც იმედებს ამყარებ დედა ხო ეხლა დედის შვილი რამხელა რაღაცა ხო ამხელი ენერგია დახარჯვებ და არ ვიცი ეხლა ალბათ საწყინათ არ მიმიღებ ესე ჩემი აზრია და მე მგონი მართალი ვარ და გამოდის ეს ქალბატონი და იძახის რომ ღმერთი რა უსამართლოა ჩემს მიმართ და ჩემს შვილის მიმართ და აუგად ახსენა უფალი ძალიან ცუდად მოხდა ხურში და ვიცით რა არის არ ვიცი ეხლა ასე უსამართლო აი იმიტომ ვიძახი რომ ადამიანები უნდა ვიყოთ მომზადებულები ღმერთის სულში ღმერთი უსამართლო არა ეს ყველაფერს აქ თავისი აზრი და არსი ასე უძღვარ ტრაგონოთ სამყაროს შექმნელს მართველს და ყველაფერი იქიდან მოდის ეს ყველაფერი კარგი ცუდი და მას პრეტენზიას უცხადებ რომ ჩემს მიმართ და ჩემს შვილის მიმართ ჩემი ოჯახის მიმართ უსამართლო მოექცა რა ვიცი ეს არამართებული
კმარი რა და აქედან გამომდინარე არ ვიცი მითეოს ყველა მაგრამ ეს რო არ მეთქვა არ შეიძლება რა არ შეიძლება მასე თვითონ ღმერთის მიმართაც უკვე უსამართლოდ აფასებ ამ ასეთ სიტყვას რომ ამბობ მაგრამ აქაც ალბათ გამონაცემრობა ხა არ მინდა ცოტა ისე მიიღებენ ალბათ რაღაცა აკლია ჩვენ საზოგადოება და ნებისმიერ ადამიანს რომ რაღაცას რომ ვამბობ უბრალოდ ჯობია რომ დავფიქრდეთ და გავაანალიზოთ ეხლა თვითონ მეც უსამართლოს და დაუნდობელს და მათოს რომ ეძახია ამ თემაზე ჩვენ კიდევ ვილაპარაკეთ რა თქმა უნდა საფიქრეს მეტი რა გვაქვს მაგრამ უბრალოდ აი მეურდები რა გვაკლია ეს ღვთაებრივი ცოდნა რასაც უფალი გვასწავლის და კი ის კალბატონი ამ სამყაროში შეიძლება ვერ შეხვდეს თავის შვილს მაგრამ იტა სამყაროში შეხვდება ამას გვასწავლის ჩვენ უფალი და ამით გვახარებს ბიბლიიდან გამომდინარე და წმინდა სწავლებიდან გამომდინარე და უბრალოდ მეურდები რა დამსახურებლად ვილაპარაკეთ რა ამით დამსახურებლად შევაფასებთ ადამიანებს შევაფასებთ ადამიანის მოქმედებებს და მით უმეტეს სამყაროს და ყველაფრის შემდგომს ეხლა ასეთი მძიმე თემი და მძიმეც არ არის კაცო ეს უბრალოდ გაურკვეველი თემი და თო ყველა პრობლემები მოდის გაურკვევლობიდან ცოტა ინფორმაცია გვინდა ცოტა თქვენი უნდა დავატანოთ და მე ყველაფერს გავაკეთოთ აი ეს წავიდა გადავთეთ ეხლა აი ამბავი მინდა გითხრათ მეგობრებო ორი დღის წინ ისო და რამდენიმე დღის წინ ხო დავდე ის ტენესიში ის ახალგაზრდა ბიჭი რომ მე დავებოდა რომ ტენესიშიო შენო რასაც ლაპარაკობ ამ ტრანსგენდერებზე და ამ ლესბიანკებზე ხო მე დავებოდა მაშინ და რაღაცა და მე ხო უთხარი მეთქი აგერავარ და გამოცხადებდი და შევხვდეთ მეთქი და მოვიდა წერილი და მითხრა ბატონო აკაკი მე ის ტიპი ვარო ვის გელაპარაკეთო მე უბრალოდ მაშინო მე ისავთქვიო რომ ჩემი ბავშვი სადაც დადისო სკოლაში იქ ასეთი რაღაცები არ ხდებაო და ნუ გავიდა ეს საუბარი და იქითკენ წაიყვანა საუბარი რომ გაურკვევლობა იყო და ცოტა აღერვებული ვიყავი და სხვანაირად ნუ ოდიშისავით დამოვიდა რა ნუ მეც ახლა ვარ დავიწყებდი და ნუ ძალიან მესიამონა და მეთქი შემდეგში მეთქი მე რო შემდეგში რომ მოხდებითო ტენესიშიო მისამართის გამომიგზავნა და აუცილებლად გამოდიო და დაგმატიჟო ჩემთან სახშიო და ჩემ არ გეგონოთ რომ ასეთი კაცი ჭამიაცვა რომ უბრალოდ მაშინო ძალიან აღელვებული ვიყავიო რაღაც პრობლემები მქონდაო ისა მქონდა ესა მქონდაო და ნუ არ ვიცი და რაღაცა მეც ვერ გავაკონტროლე ჩემი თავიო და მომიტევეთ კიდება უფარს და რა თავარია დამპატიჟა დავიცე ხა მოვახერხე ატომაცალა ვესტუმროს მის ოჯახს და გაჯობია მაგას კაცი რო გეპატიჟება და მე უცბად ახლა ხო ის პაპარაცული აზროვნება ხო ფიქრობ ხო გადამაღებინებ მეთქი და არ ვიცი მაგიდან ხო თუ გადაგვაღებინა და ის სიტუაცია გადავიღეთ ხო მაგარი იქნება რაჯობია სიტყვის სიყვარულს და კაი ურთიერთობას რო გადაიღე. ჩვენ არავის არ ვაძალებთ, ჩვენ თავისუფალი ხალხი ვართ, თავისუფალი ნების, თავისუფალი სრულების და ადამიანები, რომლებიც შფოთს და არეულობას მაქსიმალურად შეესწება რომ არ იღოს და თუ იქნება მაგის ნიშნები, ყველანაირად შევეცდებით რომ ეს შფოთი და არეულობა დაშოშმინდეს და სიტყვის სიყვარულს და ურთიერთგაგებაში მიმდინარეობდეს ის ურთიერთობა, რასაც ქვია
ფოთის არ ქონდა. მოდი მეგობრებო, რახან კარგი ბაზე დავიწყეთ, მაგრამ ერთი ცოტა სახალისო რაღაცას მინდა გითხრათ რა. ესე იგი 3 წელია არ ეწყინება იმ შემეგობას, თხოვენ სხვადასხვა აი მე ახლა ამერიკაში სხვადასხვა თხოვენ ბატონო აკაკი წადით სან-დიეგოს ზოოპარკში. მე ეთიოპია უპასუხე მეთქე ახლა ასე მივიდე სან-დიეგოს ზოოპარკში მე ხო არ ვიცი ან მეკრინა იქით არა აი დაჟინებით ხოს ამ სან-დიეგოს ზოოპარკში წავსვლა და ხო ვერ მეტყვით რა ხდება ამ სან-დიეგოს ზოოპარკში ძალიან მაგარი ზოოპარკია ვისაც აქვს ინფორმაცია ან რაღაცა წყაროები რო შეუსრულოთ ამ ჩვენ ეთიოპიას რომ აინდამაც ზოოპარკში წავიდე თან სან-დიეგოს შეიძლება ნიუ-იორკის ზოოპარკში წავიდე ან ვაშინგტონის ზოოპარკში აინდამაც სან-დიეგოს ზოოპარკში უნდა წასვლი რო წავიდეთ და მართლა გული და სულით როგორც კი მოხდები იქითკენ, მაგრამ სამწუხაროდ იქითკენ ხშირად არ გვიწევს სიარული. მაგრამ ზოგი არის ხოლმე რომ იქითკენ რომ მიდიხარ ან უნდა ჩაიქრო რომ ჩამოიქრო, გაჩერების ის არ არის. მაგრამ მე პირობას ვიძლევი. სულ მაგას გავიძახით რომ ჩვენი არხი არის დადებითი პოზიციის და დადებითი ემოციების როგორ თქვა გავცელების არხი და მე პირობას ვიძლევი როგორც კი მექნება საშუალება სან-დიეგოში თუ მოხდი და იქ მომიწია გაჩერება აუცილებლად გამოვიყენებ ამ საშუალებას და აუცილებლად წავალ სან-დიეგოს ზოოპარკში მაგრამ მეც ურათია უნდა გავიგო რა ზოოპარკია ამისთან და აი ეთქობა ძალიან მაგარია და ნუ ბევრი რო არ ვილაპარაკოთ ამ პირობას აუცილებლად შევასრულოთ ამ ლაპარაკში გამახსენდა ეს როდეო აი რამდენი ხანია ვოცნებობ მაგ როდეოში მოხდე და იმედია ამ ჩამოსვლაზე მაინც მოხდები და უკვე ვიცით სად ხდება ესე იგი დალასის გვერდი არის ქალაქი ფორტ-ლეია და იქ ყოფილა ტურისტებისთვის სპეციალურად მართავენ ამ წარმოდგენას ეხლა ჩვენ კი ვეძებდით სულ დაჭედილი მაქვს თვალები რომელიც სათუნებრივად ხდება ეს როდეო მაგრამ იქ სპეციალურად ეხლა ამერიკაში რომ მოდიან ტურისტები ყველას უნდა რომ ეს როდეო და ეს თავისებური წარმოდგენა ნახო და თუმცა მან ყოფილა ყოველ შაბათ-კვირას მან იმართება და ებრივია მანდაც აუცილებლად უკვე ვიცით სადღაც წავიდე და უკვე აქეთ ხალე დაჭრეტილი არ ვივლი რომ აბა იქ სად ხდება აქ რა ხდება სულ ეძებთ ხოლმე ალბათ ამინდები რომ გამოკეთდება მაგას მოახერხე კარგით მეგობრებო, ასე თუ ისე თქვენთან ურთიერთობით და ბოლო სამხიარულო ასე ვთქვათ, განწყობიდან გამომდინარე, ისა სიტუაციიდან გამომდინარე, მე უკვე კარგი განწყობა შევიქმნი. ის მეგობარი დაგვიკავშირდა და დაგვპატიჟა ეს სან-დიეგოს ისიც განვიხილეთ და ცხოვრება რა არის? მოვიწვია იფიქრო კარგზე. ცუდიც არის, კარგიც არის. როგორ ვამბობთ, არის 50% ცუდი, არის 50% კარგი. რა თქმა უნდა, ის ცუდს შეხედავ, იმ ცუდმა უნდა ჩაკითრიოს, პირიქით, აქეთ მხარე უნდა ჩაკითრიოს 50%-მა. ამიტომ თქვენს იქით გავთ მის მიდრეკილები, რომ კარგისკენ ვიყოთ გადახრილები და შევიცვისოთ, კარგი მივიღოთ და უბრალოდ კარგად ლამაზად და ბედნიერად გავაკეთოთ ჩვენი გასაკეთებელი. დაგემშვიდობეთ მეგობრებო, იმედია მომავალ საინტერესო ვიდეოებში შევხვდებით.